რას კითხულობდა ხალხი? ჯერ მოდი საბჭოთა დროს რას კითხულობდა. მე უკვე დავიწყოთ პირველი ყველაზე დიდი მითით, რომ საბჭოთა დროს ხალხი ძალიან ბევრს კითხულობდა და ეხლა არავინ არაფერს არ კითხულობს. ეს არის ტყუილი. იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გამოჭედილი სახლის წიგნები და არასოდეს არ ჰქონდა გადაშლილი არც ერთი წიგნი. ჯერ წიგნს ფასი არ ჰქონდა. წიგნი ღირდა, როგორც იწვენ კაპიკები ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. რა იყო ის, რაც გაეპარა სისტემას? თუ ყოფილა ესეთი წიგნი საბჭოთა პერიოდში, რაც თქვენ წაგიკითხავთ? მე რომ დავიწყე ეს საქმიანობა, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თბილისში არ იყო არც ერთი კერძო სტამბა. მაგრამ ვიწვალეთ, მე პიანინო გავყიდე, ის ვაი ვაგლახით, შევაგროვეთ $500. მივედი ერთი თვის შემდეგ და აღმოჩნდა, რომ გაიყიდა 2 ცალი. და მივხვდი, რომ ცუდად აი, დავიფიცე, რომ ყველაფერს გავაკეთებ ერთი და რუსულ წიგნს გავაკეთებ საქართველოსთან. რაც ახლა კიდეც. მოგესალმებით ხალხო, ჩემი დღევანდელი სტუმარია ბატონი ბაკურ სულაკაური, პირველ ჯერზე შემეშალა და ზალი თქვი, მაგრამ ძმებს შორის კონკურენცია მე მგონი ისეთი არის და მე პატიება ერთი შეცდომა, ბარემ მოდი არ გავიმართლებ თავს. მე მაინტერესებს ბატონი ბაკურის როგორც ინტელექტუალის აზრი, ჩვენი საქართველოს ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდზე, როგორც არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოს გარდამავალი ეტაპი. ასევე მაინტერესებს როგორც მასწავლებლის აზრი განათლების სისტემაზე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში. მაინტერესებს როგორც გამომცემლის აზრი თუ რას კითხულობდნენ ამ პერიოდის საქართველოში, როგორც კითხველი და როგორც გამომცემელი ამ თვალსაზრისით მე მგონი საუკეთესო სტუმარია. მოკლედ ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ცოტათი უჩვეულო გადაცემა გველოდება, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი ამ შემთხვევაში არ არის პოლიტიკოსი და ფაქტობრივად მას მოუწევს რაღაცნაირად არა მარტო მისი თვალით ნანახი ისტორიის მოყოლა, არამედ მისი თვალით ნანახი და გაანალიზებული ისტორიის მოყოლა ერთდროულად, რაც მე ვფიქრობ, რომ ასეთ საუბარს ყოველთვის უფრო მეტად საინტერესოს ხდის. მოგესალმებით, ბატონ ბაკურ. გამარჯობა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი გადაცემა. მადლობა მოწვევისთვის. შორიდან დავიწყებ თქვენთან საუბარს, დავიწყებ თქვენი როგორც განათლების სისტემა მაინტერესებს და მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და თქვენგან როგორც მოსწავლით დავიწყებ. რა სკოლაა ის, სადაც თქვენი მეხსიერება იწყება და ამ სკოლის დახასიათება მაინტერესებს ჯერ ერთი როგორც ბავშვის თვალით და მე როგორც თქვათ გააზრებული ადამიანის თვალით, რომელმაც უკვე როგორც მასწავლებლის გადმოსახედინად შეხედა ამას და მე შეხედა საერთოდ ბევრი სხვადასხვა პრიზმიდან. საბჭოთა სკოლა მაინტერესებს მარტივად რო გითხრათ. საბჭოთა დროს სწავლობდი რამდენიმე სკოლაში, პირველი 2 სკოლა არ მახსოვს. უბრალოდ საერთოდ არ მახსოვს არაფერი. მეხსიერება იწყება ჩემი მესამე სკოლიდან, ეს იყო 55 სკოლა ვაკეში, სადაც ვსწავლობდი. დაახლოებით მე-8 კლასს, ან 14 წლის ასაკამდე. მე გადავედი კომაროვში. და ბუნებრივია, კარგად მახსოვს ერთიც და მეორეც. მოკლედ რომ თქვა, ეს იყო კოშმარი. ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე ჩემ ცხოვრებაში იყო სკოლა რომ დავამთავრე. უცნაურია. რა ხდიდა მას ასეც? ესე იგი, ციხის ატმოსფერო. ვინ იყვნენ ზედამხედველები? მასწავლებლები. დირექცია, ადმინისტრაცია, სახელმწიფო. რაში იგრძნობოდა ეს? ყველაფერში. აი, არ იყო რაღაც დეტალი, რომელშიც ეს არ იგრძნობდა. ბუნებრივია, არსებობდნენ კარგი მასწავლებლები, რომლებსაც შესაძლოა უყვარდათ ბავშვი, ფიქრობდნენ ბავშვზე, მაგრამ მათ ვერ ექნებოდათ გასაქანი, იმიტომ რომ სისტემა იყო ძალიან რეპრესიული. აი, ძალიან მარტივ მაგალითს მოვყვები. კომაროვში რო გადავედი პირველ დღეს, როცა უნდა მივსულიყავი, მივედი, შემიყვანეს დირექტორის კაბინეტში. კომაროვში? კი, კომაროვში. ეს უკვე რამდენი წლის ხართ? 14-ის. დიდი. და მქონდა
საბჭოთა გაგებით ოდნავ გრძელი თმა. ოდნავ გრძელი თმა ნიშნავდა, აი ეხლა რაც მოქვს ამაზე ცოტა მეტი, აი ყურთან იყო მოსული. და დირექტორმა რომ დამინახა, დაიწყო ღრიალი, როგორ გაბედი, ასე მოსვლა სკოლაშიო. მოკლედ მაიძულეს სკოლაში შესვლამდე წავსულიყავი, შემეჭრა თმა და მხოლოდ მაშინ შემიშვეს გაკვეთილზე. ამაზე დამამცირებელი იშვიათად მახსოვს რაღაც ცხოვრებაში. იცით, მე ვარ 88 წელს შევედი სკოლაში. პირველი კლასი ციხედ არ მახსოვს. ეთყობა პატარა ასაკში, როგორც ანუ ჯერ პატარა ასაკში მე არაფერი არ მახსოვს. ანუ პირველი კლასი, მეორე კლასი, მესამე კლასი არ მახსოვს. და ამიტომ არც აღვიქოვე. მე უკვე რაღაცნაირად შემხვდა ციხის ნარჩენები. ანუ უკვე საბჭოთა სკოლა დანგრეულია. იქ რაღაცა საბჭოთა არსებობს, მაგრამ აი რაღაცა კიდე, ანუ რაღაცა განსხვავებულად არის. ამიტომ აი რომ სრულყოფილად საბჭოთა სკოლა რო დამანახოთ ამ გაგებით, რაც მას ჯოჯოხეთად ხდის. ეს იძულება თუ რა ნაწილია ის, რაც თქვენ ასე ცუდად ჩაგჩათ მეხსიერებაში? ესე არ მიცდი არასოდეს გამიანალიზებინა, იმიტომ რომ უფრთხოდი ამ მოგონებებს. იმდენად უსიამოვნო იყო. მაგრამ ესე იგი ეს იყო ორი რაღაცის კომბინაცია. ერთის მხრივ რეპრესიული რეჟიმის და მეორეს მხრივ ქაოსის. ერთდროულად იყო ქაოსიც და იყო რეპრესიული რეჟიმი. აი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. მიუხედავად რეპრესიული რეჟიმისა, ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა კლასელებმა დასვენებაზე ფეხით გაანგრიეს საკლასო ოთახის კედელი. ანუ ერთის მხრივ იყო ქაოსი, უკონტროლობა, იმიტომ რომ რაც დერეფნებში ხდებოდა, ეს იყო წარმოუდგენელი. ნუ გნიასის და ყურის წამღები ხმაურის იქით იყო წარმოუდგენელი ჩაგვრა, ბულინგი, რა ვიცი, ასე უბედურება. კრიმინალი, ყველაფერი ერთად. იმ დროსაც იყო კრიმინალი 70-ში? რა ნაწილში იყო კრიმინალი? რა ვიცი, წვრილმანი ქურდობიდან დაწყებული, რავი, ნარკოტიკების ჩათვლით. ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის თბილისში ამ პერიოდში ნარკოტიკი? კი, იყო. გააჩნია ხა პირველ კლასელებზე არ არის ლაპარაკი. ხადია, მე ვიზახი მე-11 კლასის მოსწავლე. ნამდვილად იყო. მე-10. აი, იცით რა მაინტერესებს? სისტემასთან ურთიერთობის შიში. ბავშვებში როდიდან ყალიბდება, თუ ყალიბდება ამ პერიოდში და როდის მიხვდით, რომ საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება? ესე იგი, ძალიან კარგად მახსოვს 14 წლიდან ყველაფერი. 14 წლის ასაკში ძალიან კარგად გავიცნობიერე უკვე. რომ ეს იყო არა მხოლოდ უბრალოდ საშიში სისტემა, არამედ ალოგიკური სისტემა. და უკვე რო დავიწყე ფიქრი, მივხვდი რომ ეს სისტემა შეუძლებელია ამ სისტემამ ძალიან დიდხანს გაძლოს. ამიტომ სადღაც დაახლოებით 14-15 წლის ასაკში მივხვდი რომ ეს სისტემა დაიშლება. ეხლა როდის როგორ იმდენად ალოგიკური იყო და იმდენად ქაოტური. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ. სად გრძნობდით ამ მაგალითად უსამართლობას, რომ სისტემა ალოგიკური უსამართლობაში გამოიხატება ხო საბოლოო? უსამართლობა იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო რეპრესიული, შიგნით იყო დაშვებული ქაოსი გარკვეულ ადგილებში. და გარკვეული ესე იგი ეს არ იყო თავისუფლება, ეს იყო ქაოსი. ანუ იყო რაღაც ქაოტური ლაქები, რეპრესიული იმის, აი დაახლოებით ისე როგორც ალბათ ციხეებსა და ზონებში ხო იყო, მე არ ვიცი ხა ზუსტად, მაგრამ ვუშვებ რომ იყო რაღაც ადგილები, სადაც იყო განუკითხაობა. აი დაახლოებით ეგეთი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვეუბნებიან ჩვენ რომ იქ რაღაც ყველაფერი ყველა იცოდა ამ შემთხვევაში წესრიგის დამცველმა ორგანოებმა და ასე შემდეგ. არა, სრული განუკითხაობა იყო პარალელურად. ანუ ეს იყო უცნაური შეთავსება, თითქოს შეუთავსებელი ორი რამისა. ესე იგი რეპრესიულობის და ქაოსის. ამ პერიოდის ქუჩა როგორია? აი იმ გაგებით, რასაც თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალიც იყო,
ეს ის პერიოდია, როდესაც არსებობს ხალხი, რომელიც წიგნებს კითხულობს, პირობითად არიან კატალმატებული მოსწავლეები, მე სტუდენტები და თავისი გზა აქვს რაღაცნაირი, რომელიც შეიძლება იყოს სისტემასთან თანამშრომლობა, პირდაპირ სისტემაში ჩართულობა, შეიძლება იყოს რაღაცა მწერალი იყოს, პოეტი იყოს, ექიმი იყოს, ბოლოს რაღაცა იყოს და პლუს ამის გარდა არსებობს რაღაცა სხვა სუბკულტურა, ესე რომ ვთქვათ, რომელიც მოსწავლეებს პირველი ეჩეხება. მე 90-იან წლების ბავშვი ვარ სამეგრელოში და ქუჩაში რა ხდებოდა ზუსტად ვიცი მიუხედავად იმისა, რომ მე წიგნებს ვკითხულობდი და რაღაცნაირად ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი, ესე რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაში ახალგაზრდის ცხოვრებაში ქუჩა როგორ დგას და საერთოდ ქუჩაში რა ხდება? სკოლის პარალელურად ცუდად ვიცი, იმიტომ რომ მე ქუჩასთან თითქმის არ მქონია შეხება, დაახლოებით ვიცი მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ვიცი რომ ძალიან დიდი დოზით მონაწილეობდა ბევრის ცხოვრებაში. და საკმაოდ ძაფრი სიტუაცია იყო კრიმინალური თვალსაზრისით. მოდით ესე შევხედოთ 70-იანი და 80-იანი წლები. ფაქტობრივად ორივე კომუნისტური პერიოდია, მაგრამ განსხვავებული პერიოდია რაღაცნაირად. განსხვავებულებია ნამდვილად. ხო. აი ეს განსხვავება რომ დამანახოთ იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანის თვალით. აი 70-იანი წლები, შემდეგ 80-იანი წლები მოდის, იცვლება ცეკას დივნები და იწყება რაც თავია პერესტროიკა. თქვენი აზრით რა იცვლება ქვეყანაში, რაც დღევანდელი გადასახედა თუ და თვალსაჩინოა. რითი იგრძნობა ის რომ საბჭოთა კავშირი ცოტა ნელ-ნელა ბოლოში გადის? 87 წლამდე არ იგრძნობა. არ იგრძნობოდა 87-მდე? 88-ში რავი მე ვერ გრძნობდი. მიუხედავად რომ უკვე სკოლაში დავიწყე მუშაობა, ანუ მუშაობდი, დიდი ვარ. მიუხედავად ამისა, ვერ ვგრძნობდი რომ არსებითად რაღაც იცვლება. გარდა იმისა, რომ თქვა ცეკას დივნები იცვლებოდნენ. შეიცვალნენ, მოხუცი თაობა წავიდა. აი ეროვნულ მოძრაობაზე რა არის მაშინ ცნობილი აი იმ პერიოდში ახალგაზრდებისთვის? ბევრი რამ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ეროვნული მოძრაობა, იყვნენ დისიდენტები. ეროვნული მოძრაობა ცოტა მოგვიანებით დაიწყო. შესაბამისად, ცხადია რომ რაღაც დისიდენტების სახელები ვიცოდით, ეხლა მე ტელევიზორშიც მაქვს ნანახი ზუსტად გამსახურდია ის ცნობილი გამოსვლა მონანიებისა. ანუ საქმეში ჩახედული რაღაცნაირად ვიყავი. ასევე ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი, ვისაც აინტერესებდა ისტორია, პატრიოტული საკითხები, აი ასეთი თემები, პრინციპში ყველაფერი იცოდა. ოღონდ ეს ცოდნა არ იყო სისტემური. ეს იყო ფრაგმენტული ცოდნა, რომელიც ნაწილობრივ შეიძლება ჭორებზე იყო დაფუძნებული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო ოფიციალურად არ მიეწოდებოდა არავის, ხმებით ვრცელდებოდა და ამ დროს ინფორმაცია მახინჯდება აუცილებლად. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ფრაგმენტული ცოდნა მქონდა მე პირადად იმ დისიდენტური მოძრაობის შესახებ. და ალბათ ხვებსაც. 87 წელს რა იცვლება? 87 წელს, ესე იგი, პირველი ცვლილებები იყო ასეთი, რომ ესე იგი, ჯერთი რომ გამოცხადდა გარდაქმნა, ეგრეთ წოდებული გარდაქმნასთან ერთად გამოცხადდა ეგრეთ წოდებული საჯაროობა გლასნოსი. და ამავე დროს დაუშვეს ნაწილობრივ კერძო საკუთრება. მაგრამ ჩვენ მაშინ მე არ ვიცოდი რა იყო კერძო საკუთრება. ვერ ხვდებოდი ამას. ანუ ძალიან ძნელია საბჭოთა სისტემაში მყოფი ადამიანისთვის, აი ხა მაგალითად ჩრდილოეთ კორეელი რო ავიღოთ რომელიღაცა, ის ვერ გაიგებს რას ნიშნავს სუპერმარკეტი. გამორიცხულია რომ გაიგოს. იმიტომ რომ როგორ იყო საბჭოთა დროს მოწყობილი ნებისმიერი პროდუქტი, რომელთა რაოდენობა იყო ძალიან ცოტა. ანუ თითეული იყო ერთი დასახელების და ისიც ან იყო ან არა. ნებისმიერ ადგილას, აი ამოდენა ქვეყნის ტერიტორიაზე ღირდა ერთ და იგივე ფასი. აბსოლუტურად ყველგან და შესაბამისად ამის დისტრიბუცია ყველაფერი სხვანაირი იყო. აბსოლუტურად სხვა სისტემით ხდებოდა და ვინც ამას არის მიჩვეული, ვერ ხვდება როგორ მუშაობს სხვა სისტემა. იმიტომ რომ არ უნახავს კერძო საკუთრება. აქედან გამომდინარე არ ვიცოდი და მაგალითად რომ გავიგე ეგრეთ წოდებული კოოპერატივები დაარქვეს. სინამდვილეში ეხლამდელი გადმოსახედიდან ხვდები რომ ეს იყო დაახლოებით იგივე რაც ЧՊՍ-ა. უბრალოდ მაშინ ერქვა კოოპერატივი, მაგრამ მე ვერ გავიგე რას ნიშნავდა კოოპერატივი. როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ. შესაბამისად მე ამაში ვერ ჩავერთვებოდი, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი რა ხდება. ეს ერთი მხარე, რაც შეეხება, ანუ სულ იყო სამი მიმართულება.
ერთი იყო ასე ვთქვათ პოლიტიკური, რომელიც გამოიხატებოდა, ორი მიმართულება მრავალპარტიულობაში. მრავალპარტიულობა პირდაპირ არ დაუშვეს ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები 87 წელს. თუმცა მე არჩევნებში მიაღებინეს მონაწილეობა. მაგრამ სინამდვილეში ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები იყო ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია საბოლოო ჯამში, კანონის მიხედვით. მახსოვს მე ეს კანონი წავიკითხე. მთლად კარგად არ მესმოდა, ისიც არ მესმოდა ძალიან კარგად, რას ნიშნავდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რატომ გინდა ეს ყველაფერი. მაგრამ ნელ-ნელა რაღაცების გარკვევა დავიწყე და ეხლა პირველი შედეგები რა იყო ამისი? ამას ხო პირველი შედეგი ეგრევე არ მოყოლია, იმიტომ რომ არავინ არაფერი არ იცოდა, როგორ უნდა გამოეყენებინა ეს. და დარწმუნებული ვარ, რუსეთში უფრო მეც ეცოდინებოდა. რატო? იმიტომ რომ ბევრი იქნებოდა ნამყოფი სხვადასხვა ქვეყნებში საელჩოებში ნამუშევარი, ნანახი ექნებოდა ეს ყველაფერი და დაბრუნებული იქნებოდა იქიდან და ბუნებრივია ეცოდინებოდა როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება. ჩვენთან ესეთი ადამიანი იყო ძალიან ცოტა. მე ერთ მაგალითად თქვენს იმას გავამყარებ, თქვენ მსჯელობას. ერთ-ერთმა იურისტმა თავის დროზე მითხრა, რომ იყო დრო, რომ საქართველოსშიო შპს წესდების გაკეთება ორმა კაცმა ვიცოდითო. და ჩვენც ორმაო მოსკოვში წავედითო, რომ იქიდანო წესდების ფორმები წამოგვეღო, იმაზე გვემუშაო და ის გადაგვეკეთებინაო. ანუ ხო ხდებით საერთოდ სხვა დრო არის რაღაც პროცესი. კი, სხვა დროა. თუმცა მე მგონი მაგის ხალხმა ისწავლა უფრო ერთმანეთმა რომ მაღაზია გახდა კოოპერატივი. პირველი მე მახსოვს მაგალითად პირველი კერძო კაფე რომელიც გაკეთდა. თუ არ ვცდები 87 წლის მეორე ნახევარი იყო, ერქვა აქტრისა მარგარიტა. ნუცუბიძის ქუჩაზე იყო მეორე პლატოს ასახველთან კერძო სახლში. არაფერი ეჩორო კერძო სახლში იყო მაგიდები დაწყობილი და ნამცხვარი და ხსნადი ყავა. და ესეც კი იქცა რაღაც მოვლენად. აი არაფერი სახლში გამომცხვარი, ნამცხვარი და დასხმული ყავა. და ბუნებრივია მე რაღაც სხვადასხვანაირი ეგრეთ წოდებული საკომისიო მაღაზიები გაჩნდა, ანუ კერძო მაღაზიები, რომლებიც იყო ძირითადად სარდაფებში და ისეთ ადგილებში, სადაც ასე ვთქვათ ოფიციალური კომერციული ფართები არ იყო. იმიტომ რომ ისინი სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ დაკავებული ყველა ის ფართი, რომელშიც ეხლა პირველ სართულზე კომერციული ფართებია, გარდა იმისა, სადაც ბინები იყო. და შესაბამისად ნელ-ნელა გაჩნდა ეს კერძო საკუთრება, ნელ-ნელა შემოვიდა. მე პირადად სადღაც 93 წლამდე ვერაფერი ვერ გავიგე. 93 წელს წავიკითხე. კარგად ვერ ხვდებოდი, რაში, ანუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, არ მესმოდა. კი, ბუნებრივია იმ მაღაზიით სარგებლობდი, მაგრამ სისტემა როგორ მუშაობს, ეს გავიგე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც წავიკითხე ეკონომიკაში წიგნი, ჰაინეს წიგნი, რა ქვია, ეკონომიკური აზროვნების წესი. და უცბად, აი როგორც ფაზლი რო დაალაგდება, ესე დამილაგდა ყველაფერი და მე დავიწყე ბიზნესი. კაი, მაშინ თქვენი ბიზნესიდან დაგისვამ შეკითხვას. მე მაინტერესებს, რას კითხულობდა ხალხი? კომუნისტების დროს? ჯერ მოდი საბჭოთა დროს რას კითხულობდა. მე უკვე დავიწყოთ პირველი ყველაზე დიდი მითით, რომ საბჭოთა დროს ხალხი ძალიან ბევრს კითხულობდა და ეხლა არავინ არაფერს არ კითხულობს. ეს არის ტყუილი. აი, ნამდვილი ცოცხალი ტყუილი, იმიტომ რომ მე ხო მახსოვს მაგალითად ჩემი კლასელები, ჩემი კურსელები, ვიღაც ნაცნობ მეგობრები და შემდეგ რა ინტენსივობით კითხულობდნენ და ეხლა ხო უყურებ ახალგაზრდებს რა ინტენსივობით კითხულობენ და შეგვიძლია თქვა რომ ეხლა გაცილებით მეც კითხულობენ. ვიდრე ადრე კითხულობდნენ. რატომ ახლა უკეთესი ბიბლიოთეკა არსებობს თუ? არა, ბევრი მიზეზი აქვს. ესე იგი, დავიწყოთ იქიდან რომ სადღაც 70-იან 80-იან წლებშიც კი ცუდ ტონად ლამის ცუდ ტონად ითვლებოდა ქართულად კითხვა. ესე იგი, უმეტესობა, ვინც კი კითხულობდა, მათი უმეტესობა კითხულობდა რუსულად. ქართულად კითხულობდა შედარებით ცოტა. ბუნებრივია იმის გამოც, რომ ქართულად ცოტა წიგნი გამოდიოდა. რაც გამოდიოდა იყო, რა ვიცი მე, რამდენიმე 10 წლეულის წინ დაწერილი წიგნი, რომელიც იყო ნათარგმნი ხშირ შემთხვევაში რუსულიდან. და ბუნებრივია ერთის ხრივ ეს, მეორეს ხრივ მოდა და მოდის აყოლა იწვევდა იმას, რომ ვინც კითხულობდა რუსულად, უმეტესობა და ამას სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ აი, იმიტომ კითხულობთ, რომ უკეთესი თარგმანია. იმ შემთხვევაშიც კი ქართულად არსებობდა.
მოდი მეც ამაზე ჩემი აზრი მაქვს და ალბათ ესეც იყო ზოგადად, მაგრამ თქვენსაც გადავამოწმებ. ანუ ამ არგუმენტში სიმართლე ალბათ იყო. ხო, მაგრამ ეხლა წიგს ეხლა მაგალითად როცა ადამიანი კითხულობ წიგს, ბუნებრივია მხოლოდ მაშინ აქვს წიგნის საკითხოს აზრი თუ ყველაფერი, ყველა ნიუანსი გესმის. შესაბამისად, თუ მშობლიურ ენაზე კითხულობ, გაცილებით მეტ ნიუანსს გაიგებ. რა თქმა უნდა, თუ იმ შემთხვევაში თუ არ ჩავთვლით, როცა რუსული უკეთ იცი. ცხადია, ბუნებრივია ვიღაცები, ვინც კითხულობდნენ რუსულად, მათ საბოლოო ჯამში ის ენა იცოდნენ უკეთ. იმიტომ რომ იცოდნენ ამ ენის ყველა ნიუანსი, ასე ვთქვათ, რომელიც მე ლიტერატურაში გამოიხატება და ესე შემდეგ. მინიმუმ ლიტერატურული ენის. კი, ლიტერატურულ ენაზეა ლაპარაკი. მოკლედ, საბოლოო ჯამში სურათი იყო ასეთი. არსებობდა ერთის მხრივ ლიტერატურა, რომელიც ქართულ ენაზე იქნებოდა ძალიან კარგი და ჩვენ გვყავდა და ეხლა გვყავს ძალიან კარგი მწერლები იმ დროს, რომლებიც კარგ ნაწარმოებებს ქნიდნენ და ბუნებრივია მას რაღაც კითხული ყავდა, მაგრამ უფრო მეტად ყავდა მყიდველი. ეხლა რას გულისხმობ? საბჭოთა დროს წიგნი იყო იდეოლოგიური ინსტრუმენტი. ანუ ეს არ იყო თავისუფალი ბაზრის პროდუქტი. არავინ არ ასე ვთქვათ, წიგნი ღირდა იმდენად იაფი, რომ უფრო იაფი ღირდა, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე ის ქაღალდი, რომელზეც ეს წიგნი იყო დაბეჭდილი. ანუ ეს ნიშნავს, რომ იდეოლოგიური ინსტრუმენტი იყო. და მას ჰქონდა სხვა დანიშნულება. არა პროდუქტის, რომელიც იყიდება ბაზარზე, ასე ვთქვათ, როგორც ეხლა. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ მოდაში იყო სახლში ბიბლიოთეკის ქონა, იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გამოჭედილი სახლი წიგნებით და არასოდეს არ ჰქონდა გადაშლილი არც ერთი წიგნი. მე მინახავს ესეთი, ასე ვთქვათ, ბიბლიოთეკები აურაცხელი ოდენობით, რომელიც არავის არასოდეს გადაუშლია. ან ალაგ-ალაგ. ეს იწვევდა იმას, რომ იყო წიგნის ტირაჟი ძალიან დიდი. წიგნი იყო, ასე ვთქვათ, დეფიციტური საქონელი, მაგალითად, იბეჭდებოდა 20,000 ცალი, მაშინ როცა მოთხოვნა იყო 50,000 ადამიანს უნდა ყიდვა. და ბუნებრივია, მე იატაკქვეშ ხდებოდა ამის გაყიდვა შავ ბაზარზე. და ადამიანები მზად იყვნენ ამაში მეტი ფული გადაეცა. 20,000 ხო იმდენად დიდი ტირაჟია, რომ წესით თუ წესიერად დაარიგებდა სწორად მიიტან კითხველამდე ყველას ეყოფა. ეხლა შესაძლოა. ეს არის კიდევ ერთი მითი, რომ 20,000 არის ძალიან დიდი ტირაჟი. იმიტომ რომ საქართველოს ხელა ქვეყნებში რას ნიშნავს ბესტსელერი? აი მაგალითად დანიაში ან შვედეთში ბესტსელერი იყიდება ასეულობით 1000 ტირაჟით. ჩვენთან რამდენად იყიდება ბესტსელერი, რამდენი ტირაჟით იყიდება ბესტსელერი? ბესტსელერების დღეს 20,000-ზე მეტი არის ეგეც ბესტსელერი? ეხლა როგორი რაღაცა არის? ჯერ ერთი საბჭოთა სისტემისა სხვანაირად ხდებოდა და ანგარიშება და ეხლა სხვანაირად. ეხლა როგორ ხდებოდა საბჭოთა დროს? ტირაჟი ეწერა წიგს, გამოდიოდა და ეს იყო ტირაჟი. ეხლა ეგრე არ ხდება. ეხლა ხდება, გაიყიდა დაბეჭდავს. ანუ მიდის და მიდის. ეს ტირაჟი შეიძლება გაგრძელდეს წლები. მესმის. არის წიგნები, მე პირადად გამომიცე, რომელიც 100,000 გაყიდულა. 100,000 გაყიდულა. 100,000 ცალი. ჯამურად. კი, მაგრამ წლების განმავლობაში. მაგალითად თქვენ რო აიღოთ საქართველოში გაყიდული წიგნების ტოპ 10-ული. პირობითად, აი გაყიდვა როცა საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ესე იგი, რას გულისხმობთ წიგნებში? ხატრულ ტექსტებზე ხატრულ ტექსტებზე თუ მაგალითად საბავშვო წიგნებზე? არა, მოდით ხატრულ ტექსტებზე, იმიტომ რომ იქ შემოვა ბევრი სხვადასხვა ტექნიკური ლიტერატურა რაღაცა და ეს ამიტომ ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ. ეგეც მაინტერესებს, მაგრამ ცალკე ამ მგონი. ეხლა მე რადგან ამ სფეროში აღარ ვარ უკვე წლებია, შეიძლება რაღაც ბოლო დაახლოებით 10 წლის მონაცემი არ ვიცოდე ზუსტად, მაგრამ დაახლოებით ხვდები, როგორ განვითარდა. მოკლედ, ბესტსელერი ეხლა არის 10,000-ობით, რამდენიმე 10,000 ჯამურად. ჯამურად, აი წლების განმავლობაში როცა იყიდება. რაც საქართველოსნაირი განვითარების მქონე ქვეყნისთვის არის ძალიან კარგი შედეგი. ჩვენ რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი გვაქვს. ასე ვთქვათ, მოსახლეობა. თუმცა ეს ის არის, რომ რამდენი ჭირდება მოსახლეობას, იმდენი რო იბეჭდება და იმდენს რო აწვი. მაგრამ იქ სხვანაირად იყო. იქ ჯერ იბეჭდებოდა და არავინ არ ითვალისწინებდა იმას, რამდენი ჭირდებოდა, ვინ რამდენის გადამხდელი იყო, იმიტომ რომ ჯერ წიგს ფასი არ ქონდა. წიგნი ღირდა, როგორც იტყვიან, კაპიკები ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით.
და არავინ არ ყიდულობდა წიგს წასაკითხად. არავინ როგორ არ ყიდულობდა, ვიღაცები ყიდულობდნენ, მაგრამ უმრავლესობა არ ყიდულობდა წიგს წასაკითხად. უმრავლესობისთვის წიგნი იყო საგანი, რომელიც უნდა ყოფილიყო სახლში. ესეთი იყო მოკლედ საბჭოთა დრო. ანუ იმიტომაც გამოდიოდა თუ სწორად ვაზუსტებ თქვენთან. იმიტომაც გამოდის ამდენი ტირაჟით, რომ არა კითხულობენ მას, არამედ უბრალოდ სახლში უნდა ედოთ ნივთად. კი. და ვინაიდან ღირს კაპიკები, იაფფასიანი ნივთია, რომელიც კი, ეგ არის. აი მე მაგალითად მაშინ ვეცდები რომ გავამყარო თქვენი ისა. მახსოვს რომ ბავშვობაში მე სამეგრელოში ცხოვრობდი და ფაქტობრივად სამეზობლოში ყველა სახლში ვიყავი ნამყოფი და ყველას ბიბლიოთეკა ვიცოდი, იმიტომ რომ წიგნს კითხულობდი რა რაღაცნაირად და მთელი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ წიგნების 80% მეორდებოდა. შეიძლება 50 ნამდვილად. კი. მეორდება. ამას რა განაპირობებდა? ზუსტად ეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი იმის გამო რომ ტირაჟები დიდი იყო, ასორტიმენტი, ანუ გამოსული დასახელებები წიგნების იყო შეზღუდული. ერთის მხრივ არსებობდა გეგმები და ეს გეგმები არავინ არ იყო დაინტერესებული რომ გამოეცათ ისეთი წიგნები, რაზეც იყო მოთხოვნა. მოტივაცია არ იყო ამისი. კეთილნებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა კარგი წიგნებიც გამოდიოდა. რა თქმა უნდა. ეგ როგორ ხდებოდა? როგორ და კეთილნებაზე იყო დამოკიდებული და არსებობდნენ ადამიანები, რომელსაც კარგი კეთილი ნება ჰქონდათ. თქვენი აზრით რა იყო ის რაც გაეპარა სისტემას და აი კეთილი ნებობა არ იყო შუაში. თუ ყოფილა ესეთი წიგნი საბჭოთა პერიოდში, რაც თქვენ წაგიკითხავთ. მათ შორის აი უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ როგორც გამომცემელი ესე იგი თუ ავიღებთ საბჭოთა პერიოდს 87 წლამდე, 87-88, 89 პერესტროიკამდე, მე არ მახსოვს ეგეთი. რომელსაც შეიძლება უწოდოთ რომ გაეპარათ. თუ იმას არ ჩავთვლით, კარლო კალაძის ერთი ლექსი რომ გაეპარათ, ასე ვთქვათ. შემოდიოდა სიკვდილი ცელით, ეს მოხდა ერთ-ერთ ანთოლოგიაში თუ ვაცდები და მე ამის გამო ვიღაცები მოხსნეს. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ რომანს თუნდაც საზღვარგარეთ თუ ლიტერატურას, არა, ვერ გაეპარებოდათ, იმიტომ რომ ეს წიგნები ამ ყოველთვის დაგეგმვა ხდებოდა ცენტრალიზებულად. ეს იყო შეუძლებელი. და მაშინ რა იყო, რატომ იყო თქვენი აზრით თავისუფლების რაღაცნაირ გაფართოების მსგავსი, რატო ითვლება შევარდნაძის პერიოდი 70-იანი წლების, სადაც ის, იქ სპექტაკლებიც იდგმევა რაღაცნაირად და მაგალითად დათათუთაში არ გამოდის, მოდი სხვა ყველაფერს დავანებოთ თავი. სად გადის ეს თქვენი დაკვირვებით თავისუფლების ის ფარგლები, რომლის მერეც რაღაც მოსულა და არ მოსულა? ჩემი აზრით ზოგადად აი ოტეპელის დროს, ანუ რა ქვია, დათბობა. ხრუშჩოვი კი არა, ხრუშჩოვი იყო? ხრუშჩოვი იყო კი. ხრუშჩოვის დროს რო დაიწყო ეგრეთ წოდებული დათბობა, აი მაშინ ცოტა შემსუბუქდა რეპრესიული აპარატი. შესაბამისად, თუ კი მაგალითად მანამდე ვერ დაწერდა წერალი აბსოლუტურად თავისუფლად რომანს, მერე უკვე ეს შესაძლებელი გახდა. და ასე ვთქვათ, დაიწყეს როგორც ლექსების, ისე პროზაული ნაწარმოებების წერა, ისე რომ მასში არ იყო ასახული სავალდებულო კლიშეები. და ნელ-ნელა ბუნებრივია დაგროვდა და მე ერთი მეორეს მაგალითს აძლევს და ტრენდად იქცა, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს თარგმანებთან დაკავშირებით ბევრად უფრო რთული იქნებოდა, იმიტომ რომ თარგმანს ალბათ ზემოთ ვიღაცა ამტკიცებს, რაღაცენ დაწერდა რა თქმა უნდა. ანუ ჯერ ერთი უნდა დამტკიცებულიყო წინასწარ. მერე პრობლემა იყო კიდევ ერთი ის, რომ იმ დროს მართლაც ობიექტურად ცოტა მთარგმნელი იყო საქართველოში კვალიფიციური. უცხოენებიდან, რუსულიდან კი. მაგრამ ვთქვათ ინგლისურიდან მაშინ რო უცხოენებს ეძახდნენ. თორე ეხლა რუსულიდან არის უფრო ძნელი საპონელი, მე მგონი თარგმნელი. და ძალიან ცოტა იყო ასეთი კვალიფიციური და ბუნებრივია განარას გასწვლებოდნენ. ვინ იყო საქართველოში ის ადამიანი თუ მე თუ ქონიათ ამასთან შეხება, ვინც პირობითად წყვიტავდა რომელი თარგმანი უნდა გამოსულიყო საქართველოში და რომელი არა. რა უნდა თარგმნილიყო და რა. სხვათა შორის ზუსტად თუ ვთქვი 70-იან წლებში შეიქმნა ეგრეთ წოდებული მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგია. რომელიც ამზადებდა
თარგმანებს. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული აი ამ კოლეგიას. ეს იყო დაარსებული ოთარ ნოდიას მიერ. ოთარ ნოდია არის გია ნოდიას მამა. რომელმაც დაარსა ეს კოლეგია და ყველა იმდროინდელი ინტელექტუალი ამ სფეროსი ანუ ვინც თარგმნიდა, წერდა და ასე შემდეგ, იყო რაღაცნაირად დაკავშირებული ამ კოლეგიასთან და აი იქ ხდებოდა იმის დაგეგმა, რა გამოსულიყო, რა აკლდა ქართული ლიტერატურას უცხოური თარგმანებიდან და მოკლედ დიდი სამუშაო გააკეთეს. რა იცვლება ზოგადად ამ 90-იანი წლების მერე? საბჭოთა კავშირი არ არის, ეს კოლეგიაც აღარ არსებობს. როგორც გამოიცემოდა წიგნი, ეგრე აღარ გამოიცემა და აი თქვენ ამბობთ 93 წელი იყო, როცა მე გამინათდა, როცა წავიკითხე რაღაცა. აი რა სიტუაცია დაგხვდათ ამ დროს ამ ბიზნესში? წიგნების ამბავში. წიგნების ამბავში უდაბნო, იმიტომ რომ კატასტროფა იყო, იმიტომ რომ უკვე ნანგრევები იყო. ის აღარ იყო, იმიტომ რომ ის ჩამოინგრა, ჩამოიშალა მთლიანად. იმიტომ რომ ეს ხო ცენტრალიზებული დაფინანსებით ხდებოდა ამავე დროს. რა კი წიგნი იყო იდეოლოგიური ინსტრუმენტი და თვითღირებულებაზე იაფად იყიდებოდა. ეხლა ხო ვეღარ გაიყიდებოდა. თუმცა ვიღაცები ვერ ხვდებოდნენ და აგრძელებდნენ ზოგიერთი სახელმწიფო გამომცემლობა ჯერ კიდევ 93 წელს აგრძელებდა წიგნების გამოცემას იმ სტილში, როგორც აკეთებდა 80-იან წლებში დასაწყისში. ფული საიდან მოხდათ? აი, ძველი ნაშთები ჰქონდათ და გაანიავეს უზარმაზარი ქონება. აი, დავიცი, ასეულობით $1000 ქაღალდი ჰქონდათ და გაანიავეს. აი, მოკლედ, მე რომ დავიწყე, ასე ვთქვათ, ეს საქმიანობა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თბილისში არ იყო არც ერთი კერძო სტამბა. 93-14 წლებში თბილისში არ იყო არც ერთი კერძო სტამბა. ანუ ყველა სტამბა ჯერ კიდევ იყო სახელმწიფო საკუთრებაში. ანუ de facto დირექტორების საკუთრებაში. და არაფერს არ აკეთებდნენ. ან ძველ არა, ბუნებრივია ხა მათთან შეიძლებოდა გარიგებაში შესვლა და რაღაცის დაბეჭდვა. აჰა. რაღაც ანუ კერძო შეკვეთებს იღებდნენ. კერძო შეკვეთებს იღებდნენ, აბა სხვა რა ექნათ. აჰა. ანუ იმას ხვდებოდნენ, რომ რაღაცნაირად უნდა გადარჩენილიყვნენ და დაიწყეს კერძო შეკვეთების მიღება და აი ესე აღმოვაჩინე, რომ ჯერ ერთი გავერკვიე რა არის. რამდენმა სახელმწიფო სტამბამ შეძლო ამ რეჟიმზე გადასვლა, რასაც ახლა თქვენ ამბობთ? რამდენმა პროცენტმა დაახლოებით? კერძო შეკვეთებს ყველა კი იღებდა, მაგრამ ჯერ ერთი ამას იღებდნენ არალეგალურად. აი მაგალითად რომელიღაც დირექტორი იყო დანიშნული იყო. შესაბამისად ის ამას რო იღებდა, ამ ფულს ჯიბეში იდებდა. კომპანიის ანგარიშზე კი არ ხვდებოდა ეს ფული. და შესაბამისად რესურსებს, რომელსაც იყენებდა, ის რესურსები იცვითებოდა და ბოლოს გაპარტახდა ყველაფერი. და ეს გაპარტახება გაგრძელდა კიდევ რამდენიმე წელიწადს. სადღაც ალბათ 98 წლამდე, ესე შეიძლება 2000-მდეც კი მიაღწია ზოგიერთმა. და მე მივხვდით რომ თქვენი სტამბა უნდა გააკეთებინა. არა, მე ჩემი სტამბა არ გამიკეთებია, იმიტომ რომ თავიდან ესე ბეჭდავდი. ჩემი სტამბა ძალიან ცოტა ხანს ჰქონდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გამომცემლობისთვის სტამბა არ არის მთავარი რამ. მთავარი არის შექმნას წიგნი, მარკეტინგი, ბაზრის შესწავლა, მოთხოვნის გათვალისწინება და მერე გაყიდვა. მახსოვს რომ აი სტამბები როგორ შეიქმნა მაშინ ეს ბარემ აი სტამბებიც მაგ დროს 90-იანების შუიდან დაიწყო რაღაც კერძო პატარ-პატარა რაღაცების შექმნა. ძალიან რთული იყო ოპერირება, იმიტომ რომ არაფერი არ იყო იმის გამო რომ ეკონომიკა იყო მოშლილი, მაგალითად ვერ უნდა გეშოვნა შენ თვითონ უნდა გეშოვნა ყველაფერი, მიგეტანა სტამბაში და ეს ყველაფერი ცალ-ცალკე იყიდებოდა, სადღაც ვიღაცას სარდაფში ქონდა, ვიღაცას სადღაც ქონდა ყველა დეტალი საღებავიდან დაწყებული, ქაღალდით დასრულებული და მე ეს სტამბა გიბეჭდავდა ამას. ცდილობდნენ მოტყუებასთან, მოპარვას და მოკლედ რთული იყო გადარჩენა ამ ჯუნგლებში. და მყიდველი ვინ არის წიგნის აი ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად როცა დავიწყე, მაშინ არ ვიცოდი, რომ ჯერ ბაზარი უნდა გამოიკვლიო. იმიტომ რომ ბუნებრივია, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის მოსაზრებები და წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორია სამყარო ან ესა თუ ის სფერო.
მე მიჩვეული ვიყავი, რომ წიგნებს უკან აწერია, რომ ტირაჟი არის, რავი, 50000 და ასე შემდეგ და მეგონა რომ ეს არის მართლა ასე. შესაბამისად ვიფიქრე, რომ აი ერთ-ერთი წიგნი, მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ ერთად. ის ახლაც გამოცემელია და ერთ-ერთი წიგნი გადავწყვეტით, რომ გაგვკეთებინა ჩვენი აზრით ძალიან მინიმალური ტირაჟით 5000 ცალი. 5000 წელი როგორ არ გაიყიდება, ვფიქრობთ. და გავაკეთეთ, მაგრად ვიწვალეთ, მე პიანინო გავყიდე, იმისთვის რომ ეს გამეკეთებინა, იმან სადღაც იშოვა, ცოტა ერთმა მეგობარმა გასესხა, მოკლედ, რის ვაგლახით შევაგროვეთ $500. აი ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ შევაგროვეთ. გამოვეცით 5000-იანი წიგნი. გამოვეცით ეს წიგნი. ორი წიგნი გამოვეცით, ერთი ეს წიგნი და ეხლა უნდა გაიყიდოს. და აი მაშინ აღმოაჩინე რომ თურმე თავარი გაყიდა. იმიტომ რომ წავიღე მაღაზიაში. აი მე თვითონ ჩავალაგე ჩანთაში და მე თვითონ წავიღე. მაშინ ჯერ კიდე არსებობდა რამდენიმე სახელმწიფო მაღაზია. წიგნის თუ წიგნის მაღაზიების განკერძოება მოხდა გვიან ძალიან ცუდად და საბოლოო ჯამში ძალიან შეაფერხა მთელი პროცესი, ეს ცალკე ისტორია. მოკლედ მივიტანე ერთ-ერთ მაღაზიაში, დაუტოვე და მგონია რომ გაიყიდება აი წარმოუდგენელი სისწრაფით, იმიტომ რომ კარგი წიგნია ჩემი აზრით. მივაკითხე მეორე დღეს და მოკვდა სიცილით ის მენეჯერი რა მოდიხარ ერთვის მერე მოდიხარ ხარ წიგნი იყო ესე თუ საიდუმლო არა ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო წიგნი იყო მივედი ერთი თვის შემდეგ და აღმოჩნდა რომ გაიყიდა 2 ცალი და მივხვდი რომ ცუდად ხო და მაშინ არსებობდა ქუჩის გამყიდველები არსებობდნენ ესე ქუჩებში იყო სტენდები ბუკინისტებს ეძახდნენ მაგრამ სამდროში ეს არ იყო ბუკინისტური წიგნები ესენი იყო ბუკინისტები ცალკე არსებობენ და არსებობდნენ ესენი იყვნენ რუსულ წიგნებს რომ ყიდნენ სტენდებზე იმ დროს რუსეთში ბევრი წიგნი გამოდიოდა საქართველოში ფაქტურად მკვდარი იყო ეს სფერო და ბუნებრივია ვიფიქრე რომ აი ამ ადამიანებს ხო აქვთ ეს სტენდები და მოდი მივალ ვიღაცას ხო აქვს დაუშვათ 20 სტენდი, იმიტომ რომ ცენტრალიზებული იყოს, დამოუკიდებლები არ იყვნენ. როგორც გავარკვი. და მივალ ჩავაბარებ, გაყიდის და მომცემს. ხო და რომ მივედი. ამ კაცმა მითხრა რომ დახედა წიგნს და არა ვიღებ. რატომ მეთქი და ეხლა ქართული წიგნიო არ გაიყიდება. ხო და აი ძალიან გამწარდი. ისე გამწარდი რომ თავიდან არასწორი ფიქრი დავიწყე, რომ მე მეგონა აქედან გამოსავალი იქნებოდა რუსული წიგნის აკრძალვა. რაც არასწორია, იმიტომ რომ აკრძალვით ვერ შეებრძოლები, მაგრამ აი დავიფიცე, რომ ყველაფერს გავაკეთებ მეთქი და რუსულ წიგნს გავაქრობ საქართველოს. რაც ახლა კიდეც. როგორ იცვლება ეგ რო რუსული ეგ ცხადია, ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული, ეს ხო არ არის მხოლოდ წიგნების თემა. ეს არის ასე ვთქვათ, დიდი სურათის ერთი პატარა ნაწილი. მაგალითად, ის რომ მახსოვს რუსთავიორმა რომ დაიწყო სერიალების ქართულად გახმოვანება, ამან ხელი შეუწყო მომავალში ქართულად წიგნების კითხველების გაჩენას. ირიბად. ბევრი რაღაცა იყო ერთდროულად, რომელიც მოქმედებდა საბოლოო ჯამში წიგნების ბაზარზე. თუმცა მთავარი პრობლემა რომელიც არსებობდა აი მაგ დროს იყო იმის დაძლევა რომ წიგს არ უნდა კონდეს სიმბოლური ფასი. აი უკვე ჩემი გამოცემობა რო გავაკეთე დავიწყე. აი პირველი ეს იყო პრეზენტაცია და აკა მორჩილაძის წიგნი გამოვუშვით. და ამ წიგს დავადეთ იმ დროისთვის კოლოსალური ფასი, ესე აღიქმებოდა საზოგადოებისგან 3 ლარი. თვითღირებულება იყო 2.50 მხოლოდ სასტამბო. ანუ თავის დისტრიბუციან ყველაფრიანა მაინც საბოლოო ჯამში არ ღირდა მაგდენი. და ყველა იძახდა რომ ეს რა საშინელება, აი მოვიდნენ ვიღაც კაპიტალისტები, სისხლისმღერი კაპიტალისტები, რომლებსაც ჩვენს ხარჯზე უნდათ გამდიდრება და ამ დროს არ იყო კომერციული პროექტი საერთოდ. ანუ ის რომ წიგნი შეიძლება ღირდეს თქვათ რა ვიცი ისეთივე ფასი კონდეს როგორც ჰამბურგერს
არ იყო მისაღები ეს აზრი. ამ აზრის დამკვიდრებას დასჭირდა დაახლოებით 10 წელი. ნელ-ნელა. ეხლა ცხადი აღარავინ აღარ დაობს იმაზე, რომ რა ვიცი მე. წიგნით შეულებრივი პროდუქცია. წიგნი უნდა ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე უჯდება იმის გაკეთება ადამიანს. თქვენ თქვით, რომ ეს ბუკინისტები ცალკე ის არის, ბუკინისტურ სფერო, რატო მოგინდა თქვენი წიგნის გამოშვება, ახალი წიგნის გამოშვება და რატო ამდენი წიგნი იყო ბაზარზე, რომელიც არავის არ ჭირდებოდა? წიგნი არ იყო ჯერ ერთი. იმ დროს აღარ გამოდიოდა 93, 14, 15 წლებში წიგნები პრაქტიკულად არ გამოდიოდა. არ გამოდიოდა, მაგრამ მოსახლეობაში გაჭირვება წიგნები კი არის ბუკინისტური წიგნები, მაშინ ხო ბევრად პროცენტულად ბევრად მეტი იქნებოდა, ბევრი ტირაჟით არის გამოცემული. თან ასტრედინგერი გამოცემული იქნებოდა. ის არ იყო გამოცემული, იმიტომ რომ ერთთან თარგმნე. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ის რასაც ჩვენ ვაკეთებდით თავიდან, ეს არ იყო გამოცემული, ეს იყო ახალი. ანუ ახალი პროდუქტი იყო, ბუნებრივია და მე ხო ხელახალ გამოცემას არ ვაკეთებდი. მესმის. ანუ ბევრი წიგნი იყო ამ პერიოდში ისეთი, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ბევრი, ათასობით იყო, ანუ უზარმაზარი საბადო იყო, რომელიც საჭიროებდა ქართულად გამოცემას. უბრალოდ არანაირი ინფრასტრუქტურა საქართველოში არაფრის არ არსებობდა. და ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის განვითარება. მას შემდეგ რაც თქვენ გამომცემლობა გაქვთ და უკვე ფაქტობრივად იცნობთ რას კითხულობენ, ანუ პირდაპირ გაგებით სტატისტიკურად, მათემატიკურად იცით. აი რო წარმოგვადგენინოთ, მათ შორის ეს 70-იანი წლებიდან მოყოლებული, რა იყო მოდაში საქართველოში მკითხველებისთვის? რას კითხულობდა? მაშინ უნდა დავყოთ ორ კატეგორიად. კი ბატონო. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ორ კატეგორიად იყოფა. ერთი არის ასე ვთქვათ მასობრივი მკითხველი. კი ბატონო. რომელიც ეტანება ასე ვთქვათ მსუბუქ დავარქვათ ლიტერატურას და მეორე არის ასე ვთქვათ არ ვიცი რა დავარქვა ლიტერატურის მოყვარულები ან ელიტარული მკითხველი გააჩნია ბევრმა შეიძლება სხვადასხვა სახელი უწოდოს მაგრამ საბოლოო ჯამში ესენი არიან ადამიანები რომლებსაც ცოტა უფრო ღრმად ესმით უყვართ აფასებენ ლიტერატურას და ცდილობენ რომ ცოტა უფრო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ კი არ წაიკითხონ, რომ ადვილად იკითხება. ასე ვთქვათ. არამედ რაღაც ლიტერატურული ფასეულობა აქვს ამას. აი ორი ესეთი ჯგუფი რომ გამოვყოთ. მესმის რომ ეს არ არის ზუსტი, იმიტომ რომ არის რაღაც თანაკვეთები და ამ შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ არის. სრულიად სხვადასხვა რაღაცებს კითხულობდნენ ეს ორი ჯგუფები. ეხლა მაგალითად თუ ერთ ჯგუფში თავის დროზე შეიძლება პოპულარული ყოფილიყო, რა ვიცი მე სიტყვაზე ვამბობ მარკესი მეორე ჯგუფში შეიძლება პოპულარული ყოფილიყო რა ვიცი აი საბჭოთა დროს არსებობდა ეგეთი წიგნი მონანიება თუ არ ვცდები თუ მგლის ბილიკი და ასეთი ტიპის წიგნები ან რა ვიცი აი ავიღოთ გურამ ფანჯიკიძის სპირალი მე მახსოვს გურამ ფანჯიკიძის სპირალი რო იბეჭდებოდა ჟურნალ ცისკარში თუ არ ვცდები ეს იყო აი 88-9 აი დაახლოებით 6 წლებია შეიძლება ოდნავ შევწდე. პირველად ვნახე მაშინ ადამიანები, რომლებიც ტრანსპორტში კითხულობდნენ. ზოგადად ტრანსპორტში, პლაჟებზე და შემდეგ ქართველები წიგნებს არ კითხულობდნენ არასოდეს. დაიწყეს კითხვა სადღაც 2000-იანების ბოლოს. აი სადღაც 2010 წლიდან. და აი 2010 წლამდე დაახლოებით 2010 წლამდე მე თითქმის არ მინახავს თვითფრინავში, პლაჟზე და ასე შემდეგ ქართველი რომელიც წიგნს კითხულობდა. ეხლა უამრავია. აი ეგ არის კიდე ერთი ნიშანი იმისა რომ მე ვკითხულობდი სხვადასხვა. რომელ წლებში? აი სულ თუ კითხულობდი ტრანსპორტში თუ ვიყავდი საჭირო. ხო, მაგრამ რომელი წელი იყო? 80-იანი ხო არ იყო? 90-იანი. 90-იანი. ანუ გამონაკლისებზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის. არა, მესმის. ბევრია და აი მაგალითად პირველად რომ მიფრინავდი საზღვარგარეთს. და დავინახე ყველას რომ წიგნი ეჭირა ხელში. უცხოელებს. მაშინ მივხვდი განსხვავებას. ის კი არა მე ეს მოგზაურობისას ვაკვირდებოდი და აი ნებისმიერ ტაძარში რომ შეხვიდეთ ევროპაში.
ნებისმიერი ფრესკა რო ნებისმიერ ფრესკას რო შეხედოთ, ყველგან წიგნია. ყველგან. აი აბსოლუტურად. ანუ ჩვენ ისეთი მუდმივი ნივთია, რომ პრინციპში ჩვენს ფრესკებზეც არის წიგნი. კი, არის, რა თქმა უნდა. ხო და იმის თქმა მინდა, რომ ესე იგი, იმას რომ დაუბრუნდეთ ამ ორ ჯგუფს. ეს ორი ჯგუფი სხვადასხვა რაღაცას კითხულობდნენ და სხვადასხვა რაღაც იყო პოპულარული. მაგალითად, ერთ ჯგუფში თუ იყო პოპულარული გურამ დოჩანაშვილი, მეორე ჯგუფში პოპულარული იყო გურამ ფანჯიკიძე, მაგალითად. ან რეზო მიშველაძე თუ გაგიგეთ ეგეთი წერა. როგორ ჩემი სტუმარი იყო ბატონო რეზო. ჩემს გადაცემა. ან რევაზ ჯაფარიძე თუ გაგიგეთ ეგეთი წერალი. გამიგია წიგნები გქონდა სახში, მაგრამ ძიმეჯვა. მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ან ლევან სანიკიძე და ასე შემდეგ ესე ძალიან პოპულარული. კი, ანუ ისთან მეცნიერების პრეტენზიის მქონე მწერალი იყო შენთან ერთად. კი. ანუ იმის თქმა მინდა რომ გააჩნია ესე იგი საზოგადოების სხვადასხვა ფენებში სხვადასხვა რაღაცაა ხოლმე პოპულარული. ბუნებრივია ეგ ყველაფერი ხო იცვლება დროთა განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში, ახლა სრულიად შეცვლილია ყველაფერი და 90-იან წლებში რას ვკითხულობდით თქვენი აზრით? აი ყველაზე პოპულარული წიგნების წლები იყო ყველაზე მძიმე წლები მაგ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ფაქტობრივად თითქმის აი ასე ვთქვათ, წიგნი დაივიწყა ხალხმა, მანამდე თუ ვიღაცები რაღაცებს კითხულობდნენ და კითხულობდნენ. 90-იანებში არსებითაც შემცირდა. აი ძალიან შემცირდა კითხვა 90-იანებში? არსებით. და რატომ? აი მაგალითად იმ პერიოდში ხო სხვა გასართობები გაქრა, ტელევიზორი არ იყო რაღაც. კი, მაგრამ აი როგორ თქვა? ანუ წიგნის კითხვასაც კაი ცხოვრება ჭირდება? წიგნის კითხვა არის ჩვევა. მესმის? ეს ჩვევა შეიძლება რაღაც მომენტში გადაგვარდეს, გაქრეს. აი რა ვიცი, მე კბილების გამოხეხვასავითაა რა. ადამიანი არის მიჩვეული კბილებს იხეხავს, მაგრამ თუ რაღაცა აუტანელ პირობებში მოხვდა, შეიძლება გადაეჩვიოს. აი დაახლოებით ცუდი შედარებაა, მაგრამ დაახლოებით ეგრეა რა, მოკლედ ეგ ჩვევა დაიკარგა. აი მე მაგალითად ჩემის პირადი დაკვირვებით რომ გითხრათ 90-იან წლებში ანუ წიგნებს იმიტომ კითხულ თავარი мотиваცია ის იყო რომ სხვა გასართობი არ იყო რაღაცნაირად და წიგნში ამ რაღაცა გიჟური რეალობიდან გაქცევის და სხვა თავგადასავლის გაგების საშუალება ჰქონდა. ეგეც იყო რა თქმა უნდა. ეგეც იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ ალბათ ისიც განაპირობებდა რომ ახალი ხო ძალიან ცოტა იყო იმ დროს. ახალი რაღაცა იქნებოდა ახალი გამოცემა. უკიდურესად ცოტა. კი, ცოტა. ამიტომ ფაქტობრივად კლასიკის წაკითხვაზე ვამბობ, როცა მაგალითად წიგნებზე ვსაუბრობ. მაგრამ ადამიანს სჭირდება ბავშვს განსაკუთრებით წიგნს როცა კითხულობს, მან უნდა მოახდინოს თვითიდენტიფიკაცია. გმირთან, გარემოსთან, ანუ თავისთავად უნდა დაინახოს. ეს ანიჭებს სიამოვნებას. და ბუნებრივია შეცვლილ გარემოებებს, შეცვლილ გარემოს ჭირდება ახალი წიგნები. იმიტომ ჩდება თორე მაშინ, რა ვიცი, მე საკმარისი რაოდენობის წერალი იყო კაცობრიობის მანძილზე, ახალი აღარ არის საჭირო. ხო, მაგრამ ყველაფერი არ თქმულა. ხო და ამაშია საქმე, იმიტომ რომ იცვლება ცხოვრება, იცვლება და საჭიროება ჩნდება ახალი ავტორების გაჩენის. იმის გამო რომ შეიცვალა ცხოვრება. და აქ ახალი არაფერი არ იყო. ფაქტურად იმ ძველში ხდებოდა ხარშვა, პლუს ეს ჩვევებიც ხდებოდა. მოკლედ ძალიან რთული პერიოდი იყო და მე ძალიან კარგად მახსოვს ერთი რაღაცა. პირველი წიგნის ბაზრობა გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა 96-ან 17 წელი იყო, აღარ მახსოვს ახლა. და აქ მონაწილეობდა 8 ერთი ბეწო გამომცემლობა, თითოს ჰქონდა გამოცემული 2 ან 3 წიგნი. ეს ყველაფერი იყო განთავსებული ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზის აი ამაზე პატარა კუთხეში და იქ ეტეოდა ყველაფერი, რაც იმ წელს მოხდა. აი ამ ოთახზე 4-ჯერ პატარა სივრცეში იყო დატეული ყველაფერი და ჯამში სულ მოვიდა დასანახავად სადღაც 100-მდე ადამიანი 3 დღის განმავლობაში. ეხლა ეს ყველაფერი რო შევადაროთ იმას, რაც ხდება ეხლა, როცა დაახლოებით 30,000 ადამიანი მიდის და ეცნობა, რა ვიცი, 1000-ობით ახალ გამოცემას.
და ყიდულობს რაც თავარია და ბიზნესს ამოძრავებს, რომელიც მე იმის გამო რომ მდგრადია საშუალებას აძლევს გამოცემებს, რომ ახალი წიგნები გამოსცენ. სასკოლო სახელმძღვანელოების მხრივ რა ხდება? რომ დამანახოთ აი საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელო, ჩვენ ამ პერიოდში მასწავლებელიც ხართ და მოსწავლეც ხართ და პოსტსაბჭოთა პერიოდი, როდესაც თქვენ მასწავლებელიც ხართ და გამომცემელიც ხართ, მათ შორის სასკოლო წიგნების. კი. აი ეს გრადაცია მინდა რომ დავინახო. კი ბატონო. დავიწყოთ იქიდან, რომ ისევე როგორც ყველა პროდუქტი, სასკოლო სახელმძღვანელოც საბჭოთა კავშირში იყო ყველგან ერთნაირი. იაკუტიაში და საქართველოში ერთ-ერთი წიგნით სწავლობდნენ. მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა იყო სხვა, თორე მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და ასე შემდეგ ყველა სახელმძღვანელო იყო იდენტური ყველგან. აბსოლუტურად იდენტური. შესაბამისად თარგმანი ჭირდებოდა უბრალოდ უსულიდან. ხო, ითარგმნებოდა, მზადდებოდა ქართულად და მიეწოდებოდა, მაგრამ წიგნი იგივე იყო. ანუ მაგალითად დედაენის სახელმძღვანელო. დედაენა ეს ხო ძალიან სპეციფიურია. კი, დედაენა ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, ისევე როგორც საქართველოს ისტორიის, ეს იყო სპეციფიკური, რომელიც იწერებოდა. ერთადერთი გამონაკლისი დაუშვეს თავის დროზე, როცა ასტრონომიის წიგნი დაწერა, როგორ დამოვიწყდა? ხარაძე. ისიც იმიტომ, რომ ხარაძე იყო და მისცეს უფლება, რომ ასტრონომიის წიგნი დაეწერა. რუსებს სხვა ქონდათ? კი. ეგ იყო ერთ-ერთი გამონაკლისი მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე. სხვა ყველა წიგნი იყო იდენტური, ანუ თარგმნილი იყო. მე არსებობს მითი, რომ ეს იყო კარგი წიგნები. აი ხო ნებისმიერმა მასწავლებელმა თანამედროვე ნებისმიერ განათლების სპეციალისტმა რო გადაშალოს ეს წიგნები, ეს არის კატასტროფა სრული. რას გულისხმობთ? შინაარსი, მეთოდიკა, გაფორმება, დიზაინი, რავი, ყველანაირი თვალსაზრისით ეს იყო აი სრული კატასტროფა თუ შევადარებთ იმ დროს რა ხდება მსოფლიოში. ჩვენ ხო რაღაცას უნდა შევადაროთ. ეხლა თუ მე 12 საუკუნის რაღაცას ხო შეადარებ, რა დროს უნდა შეადარო, მაგრამ რა იყო? აი გასაგებია რომ მიზანი ამათი სხვა არის, მორჩილი მოქალაქის აღზრდა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ტექნიკურ საგნებში. მაგალითად ხო ითვლება რომ საბჭოთა ფიზიკის სკოლა და ასე შემდეგ და ტექნიკური საგნების რაღაცები, რომელიც კონკურენციას უწევდნენ ვიღაცებს. აი სკოლის წიგნი, ლიტერატურა თუ ძალიან ჩამორჩებოდა პირობითად საზღვარგარეთუს, ესეთი შედეგების მიღწევა როგორ ინფორმაციის თვალსაზრისით კი არ ჩამორჩებოდა. გადმოცემის თვალსაზრისით, ანუ არ იყო მოსწავლეზე ორიენტირებული. ეგ გასაგებია. მოსწავლეზე ორიენტირებული არ იყო არაფერი. საერთოდ არც სკოლა, არც წიგნი, მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელო. და ამით განსხვავდებოდა, აი მაგალითად რომ შევადაროთ რა ვიცი, თქვათ არის გეოგრაფიის სახელმძღვანელო, ხო? საბჭოთა გეოგრაფიის სახელმძღვანელოში სხვა თუ არაფერი წესიერად ფერადი სურათი არ იყო დაბეჭდილი. სხვა თუ არა, მაშინ როცა ტექნოლოგია არსებობდა, იმ დროს თუ იბეჭდებოდა, რა ვიცი მე, ფინეთში, იქაც ხო უნდა დაბეჭდილიყო, ერთ და იგივე დანადგარები ქონდათ. ანუ ვერ ახერხებდნენ, იმიტომ რომ არანაირი мотиваცია არ ქონდა არავის გაეკეთებინა ხარისხიანი პროდუქცია. ესე იგი ხარისხიანი არა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისითაც. ერთ და იგივე მასალა, ერთ და იგივე ინფორმაცია მე შეიძლება მივაწოდო საინტერესოდ და უინტერესოდ. და აბა ვეცდები რომ თქვენი არგუმენტი გავამყარო. მე ესე უყურებ ამ ისტორიას, რომ საბჭოთა სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მათ შორის ის იყო, რომ დაეყო კლასებად ადამიანები, რომ ვიღაც ადამიანი თუ ვინ ძალიან ნიჭიერი იყო, ის გაეფილტრა და სადღაცა სამეცნიერო, ამ სამხედრო, ან რაღაც სხვადასხვა მიმართულებით, უშიშროების რაღაც სფეროებში ჩაერთო. რაღაც ჯგუფი უნდა ყოფილიყო კოლმეურნეები. რომელიც განათლება არ ევალებოდათ, ანუ ითვლებოდა რომ თქვენ განათლება არ შეგიძლიათ, ამიტომ თქვენ უნდა იმუშაოთ ჩაიში, ან ქარხანაში, ან სადღაც არ ვიცი რა мотиваცია ჰქონდათ, არ ვიცი. არა, საზოგადოების ანუ მე ხო არ ვიცი მათ მოქმედებს მოქალაქის აღზრდა. ეგ ყველა ვარიანტში ჭირდებოდა. ხო და შესაბამისად აქ აი მე რატომ მაქვს ეს ისა, ანუ განცდა რომ მე მახსოვს როგორი რთული იყო საბჭოთა სკოლაში და თქვენც მასწავლებელიც ხართ და სკოლის დამფუძნებელიც და ამ შემდეგ თქვენც ძალიან ბუნებრივია ეს სფერო, მაგრამ ჩემ როგორც მოსწავლის გამოცდილებას ვიტყვი რა.
მე ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი, ამიტომ გარკვეული ტიპის სირთულეები არ მემუქრებოდა. ან მე მაგალითად არავინ არ მეძახდა შეოროსანო, შედებილო, შეასეთო, შეისეთო. მაგრამ ჩემს კლასში იყვნენ ადამიანები, ბავშვები, რომლებიც ჩემზე ნიჭიერები იყვნენ მაგალითად ფეხბურთის თამაშში. მე ძალიან მშურდა მათი, მოწოდეს ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ. მაგრამ მათი ცხოვრება რაღაცნაირად აუტანელი იყო. იქ უნდა გესწავლა, ბავშვი, არსებობენ ბავშვებსაც შეეძლო იმ წიგნებში, რასაც თქვენ საუბრობთ. რაღაცა ესწავლა, რასაც თხოვდნენ, ყველა საგანში მეტნაკლები წარმატებით და მათთვის თუ ძალიან წარმატებული იყო ასეთი ვიღაცა, მათ უმაღლესში მოხდებოდა ოქროს დიპლომით, ეს ზოგი უშრობის სამსახური ზოგადად, მაგრამ საბჭოთა კავშირს ხო ჭირდებოდა ბავშვი, რომელმაც სკოლის დამთავრების შემდეგ იცის, რომ ის მხოლოდ კოლმეურნე შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სხვა ნიჭები არ გააჩნია. ანუ ბავშვს ცოდნოდა, რომ ყველა თავისებურად ნიჭიერია, სამყარო მრავალფეროვანია, ჩვენ ყველა მხრივ შეიძლება თავისუფლად განმავითაროთ ჩვენი ნიჭები. მაშინ ხომ ის სისტემა ვერ იარსებებდა, რაც იმ პერიოდში არსებობდა. და მე ვფიქრობ, რომ ის რასაც თქვენ ამბობთ, ამ შემთხვევაში რომ სკოლის წიგნები ასე იყო შედგენილი. არა, არაკვალიფიციურად, ჩემი აზრით უბრალოდ არაკვალიფიციურობის ბრალი იყო. ვითომ, იმიტომ რომ მე ჩემს თავში არსებული ინფორმაციით ძალიან კვალიფიციური ხალხი მუშაობდა ამ ხელსაყრელობით. არა. არა, იმიტომ რომ ისინი არ ქმნიდნენ საბაზრო პროდუქტს. ანუ როცა საბაზრო ხო საბაზროს არ არის სახელმძღვანელო სკოლის. არის, მაინც არის. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დიდი ფართო გაგებით, იმის გამო რომ საჯარო სკოლები არსებობს, იმის გამო რომ დამკვეთი ასე ვთქვათ სახელმწიფოა, არ არის. მაგ გაგებით. მაგრამ ამავე დროს ირიბად მაინც არის, იმიტომ რომ რაღაც სტანდარტი ხო არსებობს ქვეყანაში. ვთქვათ, როგორ გამოდის საბავშვო შემეცნებით წიგნი, რომელიც მსგავსია სახელმძღვანელოს. ხო არ შეიძლება ეს ორი სტანდარტი ერთმანეთისგან ცადა დედამიწასავით იყოს. მაშინ ერთნაირი იყო ყველაფერი. ანუ ერთნაირი იყო დაახლოებით. მოკლედ, ჩემი აზრით არ იყვნენ კვალიფიციურები. მე მქონია შეხება ბევრ ადამიანთან. ესე იგი, პირველად მივხვდი მუშაობა რო დავიწყე მასწავლებლად, იძულებული ვიყავი 86 წელია, მივსულიყავი რაღაც განათლების განყოფილებაში და რაღაც საბუთები მიმეტანა და იქ რაღაც საბუთი უნდა მოეცათ. ეხლა დეტალები არ მახსოვს, მაგრამ რომელი საბუთი მჭირდებოდა. მაგრამ გამაკვირვა იმ არაორგანიზებულობამ, ქაოსმა და არაკომპეტენტურობამ, რაც იქ იყო. და კიდე ერთხელ დავწუნდი, რომ ეს ქვეყანა დიდხანს ვერ გაძლებს. საოცარი რაღაც ხდებოდა. ენით აუწერელი ქაოსი. ანუ იმ კონკრეტულ რაღაცა თბილისის განათლების სამმართველოში თუ რა. ცისფერი მთების ის არის. აი უარესი. ალუზია. ანუ ესეთი არაფერი არ მინახავს. არა და გაქანებული პერესტროიკა არ არის ჯერ დაწყებული. და მივხვდი, რომ ყველა ნელ-ნელა ვნახე, რომ მე სხვაგანაც იგივე ვნახე და აღმოჩნდა, რომ გავრცელებული სენი იყო. არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა, საქართველოზე ვლაპარაკობ. ცხადია, შეიძლება იქ მოსკოვში ვიღაცას რაღაც კომპეტენცია ქონდა და აუცილებლად ექნებოდა. სხვანაირად ვერ შეინარჩუნებდნენ ამ სისტემას რაღაც ხანი. იცით რა მაინტერესებს? საბჭოთა პერიოდში გამოდის ის წიგნები, როგორც არის უხარისხო, თუნდაც არაკვალიფიციური რაღაცნაირად შედგენილი. 80-იან წლებში, 90-იანში მათ შორის მეც მასწავლიან ხშირად იმ წიგნებით, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს არის გამოცემული, იმიტომ რომ ახალი წიგნები ფაქტობრივად სკოლა ეგრე დავამთავრე. ანუ ახლა რომ დღევანდელი გამოსახედა რომ საბჭოთა წიგნები დავამთავრე 99 წელს სკოლა. კი, საბჭოთა 99 წლამდე საბჭოთა წიგნები იყო პრაქტიკულად. ხო, ანუ მე 99 წელს დავამთავრე. აი და პირობითად აი ის წიგნები რომ მე რაღაც ახალი წიგნები შემოდიოდა. მე მაინტერესებს ის 90-იანი წლები იყო პერიოდი მათ შორის, სადაც პრინციპში შენი მასწავლებელი წვითავდა რომელი წიგნით ისწავლიდი. არა, მაშინ ალტერნატივები არ არსებობდა. ხო და რაღაც სოფელში რაღაც წიგნი იშოვებოდა პირობითად ან რაღაცა იყო, იმიტომ რომ ეს მერე იყო. 90-იან წლებში ინერციით მოდიოდა ეს საბჭოთა წიგნები. ანუ ის წიგნები, რომლებზეც სწავლობდნენ, რა ვიცი, 1990 წელს, რომლითაც სწავლობდნენ ბავშვები, ის წიგნები ხელახლა გამოდიოდა. გამოდიოდა იმიტომ, რომ რაღაც მოთხოვნა იყო ბავშვებს ჭირდებოდათ რაღაცა რესურსი. თუმცა ზოგი ჩვენს კლასში იყო ბავშვები, რომელიც 1990
წელს გამოცემული წიგნის სწავლობდნენ და ვიღაცა იყო 86 წელს გამოცემული წიგნი ხონდა. და ისიც მაშინ იყო. კი. იმიტომ რომ ეს წიგნები ხო უცვლელი იყო საბოლოოდ. ნუ რაღაცები სხვადასხვანაირად იყო ადაპტირებული იყო, მაგრამ 80% საბოლოო ჯამში მაინც ის იყო და ეს გამოდიოდა მე ეს წიგნები კიდევ იმათვის, ვინც მზად იყო რომ კიდე რაღაც პატარა თანხა გადაეხადა, იმიტომ რომ ეს წიგნები შედარებით იაფი და რა კი ძალიან დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა. და სადღაც 90-იანების მეორე ნახევრიდან ნელ-ნელა დაიწყო პატარა ცვლილება. ხო, აი ეგ მე მაინტერესებს. ნახეთ, ეს ხო რაღაცა ტიპის ბიზნესია 90 წელს, ოღონდ სახელმწიფო არის მისი მეთაური, რომელიც ბეჭდავს სახელმწიფო სასკოლო სახელმწიფო. ბიზნესი არის ყოველთვის. ნუ რაც არის რა, რაც არის საქმიან, ასე ვთქვათ, განათლების სამინისტრო რაღაცა საქმიანო. რაღაცა საქმიანობს, ვიღაც ხალხი ამაში ფულს იღებს, ვიღაც რაღაცა შვება. უცბად ეს სისტემა ჩამოიშალა. 90-იან წლებში წიგნებს უკვე ის კომუნისტები ვერ დაბეჭდავენ, იმ ძველ წიგნებს. აი, იმ 90-იანში ვინ ბეჭდავს ამ წიგნებს და მე როგორ ხდება, რომ ეს უკვე ახალი განათლების სამინისტროს ბიზნესი ხდება. აი ეს პროცესი მაინტერესებს. როგორ ხდება და მალევე რამდენიმე წელიწადში რამდენიმე უნარიანმა ადამიანმა შეამჩნია, რომ არის საჭიროება. არის საჭიროება აი ამ წიგნების ხელახლა გამოცემის. დავარქვათ ეს. ხელახლა დაბეჭდის, იმიტომ რომ რა ვიცი, ათეულ ათასობით ბავშვია, ძველი წიგნები იცვითება, რაღაც იკარგება, ფუჭდება და საჭირო ახალი. და განათლების სამინისტროს ამის რესურსი არ აქვს. ამის ანუ ადრე როგორ იყო წიგნები რიგდებოდა უფასოდ. ეხლა ეგრეა სხვადასხვა. წიგნები უფასოდ რიგდება. საჯარო სკოლებში. არა, თავისთავად ეგ შეიძლება ეგ რაღაც მაგის გავსი მოდელი, რა კი საჯარო სკოლა არსებობს, შეიძლება რა უბრალოდ არასწორად აკეთებენ, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის. ის ფული რომ იცემ შოულებსაც საჯარო სკოლაში ხარჯება, წიგნებსაც ბევრად უკეთესად დაბეჭდავენ დარწმუნებული. მოკლედ, მან თავარი რა იყო, რომ რამდენიმე უნარიანმა ადამიანმა შენიშნა, რომ ამაზე მოთხოვნა არის. სამინისტრო არაფერს არ აკეთებს. უბრალოდ საჭიროებდნენ სამინისტროსგან ნებართვას, რომ ეს გაეკეთებინათ. მიიღეს ეს ნებართვა, ეხლა როგორ მიიღეს რანაირად მიიღეს. სასაგებიარებათა ჭამა უნდათ. ბუნებრივია ეხლა, იმიტომ რომ ზღაფავდა ეკონომიკას სულს და დააორგანიზეს ამ წიგნების ხელახალი გამოცემების ბიზნესი, რომელიც რაღაც წლების განმავლობაში მუშაობდა. და მე ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოღონდ მან იყო მთავარი რა. ეს ბიზნესი ამ სისტემით მუშაობდა, იმიტომ რომ ალტერნატივები არ არსებობდა. ანუ თუ მაგალითად, ვთქვათ, ფიზიკას რომელიღაც საბჭოთა წიგნით სწავლობდნენ, ეს ფიზიკა უცვლელი სახით გამოდიოდა და ბეჭდავდნენ ამას ხელახლა. მაგრამ როგორც კი დაისვა საკითხი და როგორ დაისვა ამაზე მერე, როგორც კი დაისვა საკითხი, რომ სახელმძღვანელო არ შეიძლება იყოს მონოპოლიზირებული იმ თვალსაზრისით, რომ კონკურენცია არ არსებობდეს და შესაძლებელი უნდა იყოს არჩევანის არსებობა, როგორც კი ეს საკითხი დაისვა, ბუნებრივია გამოჩნდნენ ასევე უნარიანი ადამიანები, რომელთაც თქვეს, რომ რატომაც არა მე გავაკეთებ. და სადეს პირველი წიგნის გაკეთება, მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფო ამას კარგად აკონტროლებს, ხო, ახლა რეალურად არის რომელიღაც ჩინოვნიკი X-ი, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს ეს წიგნი 90-იანებში იყო კონკრეტული ჩინოვნიკი, ვისაც შეეძლო ეთქვა, რომ ეს წიგნი მე მგონი, რომ სუარსებობს ეგ ჩინოვნიკი. ეხლა ერთი ჩინოვნიკი აღარ არის. ეხლა სხვანაირადაა სისტემა არის სხვანაირად დაწყობილი, მაგრამ მაშინ იყო კონკრეტული ჩინოვნიკი, რომელიც წყვეტდა, რომ აი მე შენ გაძლე უფლებას გააკეთო ალტერნატიული წიგნი. ან საერთოდ ის წიგნი მოსპოთ და მოდი შენ გააკეთე. შენ იყავი უალტერნატივო. ანუ უცბად გაჩნდნენ, მაგრამ ეს იყო იმის მიხედვით, ეს ჩინოვნიკი ვის შეხვდებოდა, ვის მოვიდოდა თავში აზრად ახალი რაღაცის გაკეთება და ესე სპორადულად ხდებოდა. ამ ყველაფერმა მერე მიიღო ორგანიზებული სახე და რაღაცნაირად მე მგონი სოფლიო ბანკი იყო მაგ პროექტში ჩარეული, რომ მომხდარიყო სახელმძღვანელოების განახლება და გამოცხადებულიყო კონკურსები და დაიწყეს კონკურსების გამოცხადება. ოღონდ ეს კონკურსებიც ესეც ხადდებოდა, აი მაგალითად. ესე კი არ ხადდებოდა, რომ მოდი აი მე მჭირდება მე 7 კლასის სახელმძღვანელოები. არამედ ესე
მე-5 კლასის ქართული მჭირდება, მე-7 კლასის გეომეტრია და მე-3 კლასის ბუნება. იმიტომ რომ ინტერესები ჰქონდათ. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა, აი ვარდების რევოლუციის მერე, როცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა გაკეთდა. ეს ყველაფერი შეიცვალა სხვათაშორის ისიკო ჯანაშიას დიდი დამსახურებით. და მაშინ მოხდა პირველი იმის ხმამაღლა თქმა, რომ სახელმძღვანელოები უნდა იყოს სხვადასხვა, რამდენიმენაირი და მასწავლებელს უნდა შეელუსარჩევ. მეორე ის, რომ ეს რაღაც აქა-იქ არ უნდა ხდებოდეს და სისტემურად უნდა მოხდეს განახლება იმის მიხედვით, რისი კვალიფიკაცია უნარი აქვს ბაზარს, მაგალითად 2003 წელს რო გეთქვა ვიღაცაებისთვის, რომ მე მჭირდება მე-3 კლასის ყველა სახელმძღვანელო და აბა შექმენით, ვერ შექმნიდნენ, იმიტომ რომ ამის კვალიფიკაცია არ არსებობდა. ეხლა უკვე მაგალითად არსებობს, ეხლა რო უთხრა იმას თავისუფალ ბაზარზე გამოიტანო ეს შეთავაზება და უთხრა, რომ მჭირდება დაწყებითი კლასების ყველა სახელმძღვანელო ერთ წელიწადში, სრულიად ახალი. ერთბაშად შეიქმნება 5 სხვადასხვა, ყველა. იმიტომ რომ ამის რესურსი გაჩნდა. როგორც ფინანსური, ისე ადამიანური. მაშინ არ იყო ადამიანური რესურსიც კი არ იყო. მოდით აბა ერთ მოსაზრებას შევამოწმებ თქვენთან. შეიძლება მე რაღაც არასწორად მესმის, მაგრამ მე მგონია რომ მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბოლოში ბავშვს ვთხოვთ ატესტატს. უმაღლესში ჩასაბარებლად. და თან ატესტატს ვთხოვთ, ვეუბნებით, რომ შენ 12 წლის განმავლობაში, აი აგე რაც გიწერია გზამკვლევი, აი ეს უნდა ისწავლო, იმისთვის რომ ამ კაცის მიერ გამოცემული წიგნით, ამ ავტორის მიერ, ამ ავტორიზაციით, ამის შეტევით, იმისთვის რომ მიიღო უფლება, რომ იქ ატესტატზე გახვიდე. ჩვენ ახლა ხსნით და გავხსენით ამერიკული სკოლა, სადაც ლექტონის აკადემიის პრინციპები გადმოგვაქვს და მათთან თანამშრომლობთ ამ გაგებით და ცოტა ხანში ავტორიზაციასაც მივიღებთ. მაგრამ იქ თავიანთი ლიტერატურა აქვთ, თავიანთი გზამკვლევები აქვთ, თავიანთი რაღაცა აქვთ, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ მიზნებს, რაც ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული. იმიტომ რომ აქ სხვა წიგნებია, სხვანაირად ასწავლიან ბავშვი, სხვა როლშია საჯარო ამ სკოლაში, საჯარო სკოლაში. საბედნიეროდ ეროვნული სასწავლო გეგმა არ არის წიგნებზე მიბმული. არსებულ წიგნებზე, ანუ შეიძლება სხვა წიგნი გააკეთო. კი, ზოგადად ხო, მაგრამ ეს წიგნების ბიბლიოგრაფიაც განსაზღვრულია, რაც უნდა იყოს, რომ სხვა წიგნით ვერ ასწავლე ფიზიკურად ბავშვებს ეზადება ეროვნული გამოცდისთვის. მე ვარ მშობელი. მე მინდა რომ ბავშვს ვასწავლო იმ მეთოდის შესაბამისად, რომელიც მე მჯერა. მაგრამ ასევე მზადა ვარ, რომ ის საატესტატო გამოცდები, მისაღები გამოცდები, რა კრიტერიუმებიც რაღაც არსებობს, ის ჩააბაროს ჩემმა შვილმა. ცალკე მოამეცადინო, ესენი მოიცავენ მას, სხვადასხვა მიზეზების გამო. აი იმ კითხვებს, რაც შენ გაქვს, უპასუხებს ეს ბავშვი. აი რამდენად სწორია ის, რომ საბოლოო ჯამში ასეთი ტიპის ბავშვებს, რომელსაც მზად არიან მისაღები გამოცდები ჩააბარონ, ევალებათ, რომ აი მთელი ეს 12 წლიანი პროცედურა გაიარონ ამ წიგნების მეშვეობით. და რო გავაერთიანო შეკითხვა. აი მაგალითად თქვენ რო წერდეთ, აი მარტო თქვენ რო წერდეთ იდეალურ წიგნს ბავშვებისთვის. ის იქნებოდა თუ არა ის წიგნი, რომელსაც თქვენს გამოსცემთ, მათ შორის გამოსცემდით ყოველ შემთხვევაში ახალდობიცი რომ ამაში არ ხართ, მაგრამ გამომცემლები რო გამოცემენ, წარმოვიდგინოთ, გამომცემლობა, რომელსაც გამოსცემს ისეც როგორც არის გრიფირებული განათლების სამინისტროს მიერ. ცოტა რთული მოსაზრება ჩამოვაყალიბე, მაგრამ მე მგონი შემდეგ დავაზუსტო ასევე, მაგრამ აზრი ის არის. ორი კითხვისგან შედგება, ერთი რომ აი პირობითად ის რომ დავამთავროთ, აი ატესტატი როგორც საბჭოთა კავშირში იყო და ისე რომ გაგიარა როგორც სკოლაში ეწერა. აი ეს სქემა ხო დღესაც შენარჩუნებულია. კი. აი ამ სქემის მოშლა პირობითად და ახალი რაღაცის შემოტანა რას იზამდა ამ ბაზარზე. ძალიან კარგი იქნებოდა. რატომ? მოკლედ სამწუხაროდ საკმაოდ ცენტრალიზებულია მაინც განათლების სისტემა საქართველოში. ანუ თავისუფლების ხარისხი სკოლას აქვს კი აქვს, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით. არ შევადარებ რა იყო ადრე იმას, თუნდაც 90-იან წლებში ან 2000-იანებში, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. იმიტომ რომ არსებობს ბევრნაირი მიდგომა ამ ქვეყნად. ეხლა პირადად მე ჩემ გემოზე რო იყოს და მე რომ მინდოდ ეს გაკეთება, შეიძლება არავის არ მოეყვანა ბავშვი ჩემთან, მაგრამ
მე მიმაჩნია რომ სკოლა იმ ფორმით როგორც ახლა არსებობს არის გადმონაშთი 500 წლის წინანდელი. იმიტომ რომ სკოლა გაკეთდა ამ ფორმით ინდუსტრიული საზოგადოებისთვის. ანუ მას უნდა გაეზარდა ინდუსტრიული საზოგადოების მოქალაქეები, რომლებსაც ეწოდინებოდათ რაღაცეები, იმისთვის რომ გაეკეთებინათ რაღაცეები და ასე ვთქვათ დაეშტამპა. ესე გაჩნდა რა სკოლა რა არის? არის წინასწარ შედგენილი სახელმძღვანელოისა საგნების ჩამონათვალი. ანუ რას ვასწავლი? შემდეგ ბავშვები დაყოფილი არიან ასაკობრივად და კლასებად. და მე თითოეულ კლასში ვეუბნებით რომ ეს ამას სწავლობ. მაშინ როცა იმიტომ რომ ესე წარმოიშვა სკოლა და არსებითად ბოლო რავი მინიმუმ 300 წელია სკოლა არ შეცვლილა. იგივე ფორმა აქვს. მაშინ როცა შინაარსიც კი იგივე აქვს, ამაშია მთელი პრობლემა. კი, მაშინ როცა რავი ცხოვრება ვითარდება, სამყარო ვითარდება. იდეალური ჩემთვის იქნება სკოლა, სადაც არ იქნება საგნები, არ იქნება კლასები, არ იქნება ასე ვთქვათ დაყოფა რაღაცა ფორმალური ნიშნებით. უცნაურია, მაგრამ ჩვენ ახლა სწორედ ასეთი სკოლის გაკეთებას ვცდილობთ, იმიტომ რომ არსებული რეგულირების ფარგლებში ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს ცოტა არსებული რეგულირების ფარგლებში ვერ გააკეთებთ. ჩვენი ოცნებაც ისეთი სკოლაა. არსებული რეგულირების ფარგლებში ვერ გააკეთებთ. ხო და ამიტომ ვცდილობთ რომ რეგულირების მიუხედავად გავაკეთოთ. არა, ბუნებრივია, ოღონდ მაშინ ხარ, ასე ვთქვათ, ამ სფეროს მიღმა, შენ ვერ გასცემ ატესტატს და ასე შემდეგ. ვერ ჩარიცხავ მოსწავლე ხა ავტორიზაცია ხო გჭირდება? ჩვენ გვინდა რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს თქვენი ოცნების სკოლის გაკეთება. არა, ეგეთი სკოლები არის გაკეთებული ხა ილონ მასკის სკოლა Ad Astra, რომელიც არის საინტერესო სკოლა, სადაც დაახლოებით ეგ იდეა არის გაკეთებული. რაღაც ელემენტები მაგისი არსებობს ბევრგან ოღონდ ელემენტების დონეზე, რაღაც როგორიცაა რაღაც პროექტული სწავლებები და ასე შემდეგ, ჩვენს გვაქვს ბუნებრივია იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც გვაქვს თავისუფლება. მაგრამ ამავე დროს შენ იძულებული ხარ ერთის მხრივ როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუცია მოერგო სახელმწიფო რაღაც რეგულაციებს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იფუნქციონირებ. როგორც ბიზნესი ვერ იფუნქციონირებ. თორე ესე რა ქვია, მე რომ მქონდეს, რა ვიცი მე, ზედმეტი ფული, ასე ვთქვათ, გავაკეთებდი არაკომერციულ, არამომგებიან სკოლას, რომელსაც დავაფინანსებდი, აი ექსპერიმენტულს და კი ბატონო, ეგრე კი. მე მგონი კანონმდებლობა უნდა შევცვალოთ, რომ ატესტატის ხონა არ იყოს სავალდებულო მისაღები გამოცდებისთვის, თუმცა შემიძლია ის პროგრამა დავძლიო და ჩავაბარო, რასაც ну მან და 1000-ნაირი პასუხი არსებობს, ოფიციალური პასუხი ამაზე რომ არსებობს ექსტერნი და ასე შემდეგ და კი ბატონო ჩააბარე ექსტერნად და იღე ატესტატი, მაგრამ ეს მაინც გასაგამონაკლისო წესია და მაგრამ ის რომ სკოლის როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუციის ფორმები ფაქტობრივად მოძველდა იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ ვიცნობთ მას, ამაზე ძალიან სერიოზული სჯაბაასი მიდის მთელ მსოფლიოში უკვე. მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის გაჩენამ და განვითარებამ სკოლა როგორც ცოდნის და ინფორმაციის გადამცემი საშუალება, ეს ფუნქცია მინიმუმ ერთადერთი საშუალება საბოლოო ჯამში გაუქრება. სკოლა აღარ იქნება. ჩემი აზრით, მომავლის სკოლა არ იქნება ინფორმაციის გადაცემის ადგილი. უფრო მეტიც, არც ცოდნის გადაცემის ადგილი არ იქნება. სხვა რაღაცა იქნება. ნუ ხა რა იქნება, ეს სხვა თემაა, მაგრამ თავის აღმოჩენის ადგილი უნდა იყოს. ნუ ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის რომ დაყვანილია სკოლა ცოდნის აკადემიურ ცოდნაზეა თან ლაპარაკი, სხვა ცოდნაზე არც არის. აკადემიური ცოდნის გადაცემაზე 21 საუკუნეში ცოტა ანაქრონიზმია ჩემი აზრით. მაგრამ ნუ ჩვენ იძულებული ვართ რაღაც რეალობას მოვერგოთ, ანუ ერთის მხრივ არსებობს სახელმწიფო რეგულაციები და მეორეს მხრივ არსებობს მშობლების წარმოდგენები. იმიტომ რომ შენ თუ გინდა იფუნქციონირო როგორც ბიზნესმა, ასევე მომხმარებელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. რაღაცა თუ ამაზე მოთხოვნა არ არის, არავინ არ მოვა. და მოთხოვნა არ იქნება მანამ, სანამ მშობლების მიდგომაც არ შეიცვლება.
ჩემი აზრით. მეგონი მშობლებიც ხშირად თავიდან არის ამ თვალსაზრისით ახსაზრდელი მათაც საბჭოთა სკოლა აქვს გავლილი. ხო, მაგრამ რაც რო გადის ჩემი დაკვირვებით, უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა მშობელი ხვდება როგორი უნდა რო იყოს ეს ცვლილებები. მაგრამ ეხლა ძალიან გადაუხვიეთ, საერთოდ სხვა განწყობად. არა, მე მგონი ძალიან საინტერესო იყო. პირიქით მე ვფიქრობ, რომ ეს ნაწილი ამ გადაცემის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თან ან მარტო გავიგეთ, რომ წარსულის პრობლემები ერთია, მაგრამ სკოლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სადაც წარსულის პრობლემები ჯერ ბოლომდე დაძლეული არ არის. და რომ ჩვენ თუ საუბრობთ მართლა იმაზე, რომ უნდა მოხდეს განსაბჭოება ამ ქვეყნის რაღაცნაირად. აი სკოლის კომპონენტი, როცა სკოლა არის რაღაცნაირად ბავშვისთვის იძულებით განათლების მიცემი ადგილი, ჯერ კიდევ რაღაც აი ასეთი ტიპის სტერეოტიპი არსებობს. მანამდე მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი ცვლილებებიც გვიანდება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე 90-იან წლების ბავშვი ვარ, მეც საბჭოთა სკოლა მაქვს დამთავრებული. და რაც ყველაზე საინტერესოა, ჩემს შემდეგ თაობებსაც, რომელიც დღესაც კი სწავლობენ სკოლაში, ისინიც შინაარსობრივად საბჭოთა სკოლაში დადიან და ჩემთვის როგორც პოლიტიკოსის ან მარტო ამ გადაცემის წამყვანი არ ვარ, პოლიტიკოსიც ვარ და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ აი იქ სკოლაში იქ მოხდეს თავარი პრობლემის დაძლევა რაღაცნაირად აი ბავშვის როგორც თანასწორი მოქალაქის აღქმა. მაგრამ ამავე დროს ეს არის ცოტა იდეალისტური მიზანი ვაღიარებ, იმიტომ რომ სკოლა ცალკე აღებული ვერ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ არსებობს კიდე ოჯახი და არსებობს საზოგადოება. ანუ ბავშვები რომლებიც ამ სკოლაში არიან პირველ რიგში რაღაც ოჯახის წევრები და მეორე საზოგადოების და როგორი სკოლაც არ უნდა გააკეთო შენ აი იმ ოჯახებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს, ჩვევებს, კულტურას ზოგადად არსებითად ვერ შეცვლი. ეს არის ჩემი დაკვირვება. ხო, მაგრამ ანუ შანსი არსებობს შეიძლება გააუმჯობესო ინდივიდუალურ შემთხვევაში. არა, ხო, მაგრამ მე ვგულისხმობ მასობრივად ეხა ინდივიდუალურად ისედაც იცვლებიან. სკოლამ შეიძლება ოდნავ გააუმჯობესოს ერთი ნაბიჯით გადადგას წინ, მაგრამ თუ პარალელურად ოჯახებსა და საზოგადოებაში იგივე პროცესი არ მედის, სკოლა ვერაფერს ვერ იზამს. ანუ არსებითად ვერაფერს ვერ იზამს, თორე ოდნავ გააუმჯობესება იქნება. აი ეს არის ჩემი აზრით რეალობა და ასე ვთქვათ, როცა ვლაპარაკობთ რაღაც იდეალურ მოდელზე, ბუნებრივია პარალელურად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ გარკვეულ კონტექსტში. ეს კონტექსტი გვაძლევს რაღაც მოქმედების რაღაც საზღვრებს და აზრი არ აქვს დავისახოთ ისეთი ამოცანა, რომელსაც ვერ შევასრულებთ. პირიქით, ამოცანა უნდა იყოს ისეთი, მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომლის მიღწევის გაზომვადობა შეიძლება. კი, ეგ თავისთავად მიღწევის გაზომვადობა ყველაფერზე უნდა შეიცვლებოდეს, მაგრამ დიდი მიზნების დასახვაც არ არის. არა, დიდი მიზნების დასახვა ძალიან კარგია, მაგრამ ამავე დროს რეალისტურები უნდა ვიყოთ. ეხლა მე რომ რაც არ უნდა, რატო არ მუშაობს მაგალითად, ხო ყველას მიაჩნია, მიუხედავად იმისა, იცნობს თუ არა, რომ ფინური სკოლის მოდელი საუკეთესოა მსოფლიოში. აი, არის ეგეთი სტერეოტიპი, ხო? თუ ასეა, რატომ არ მოხდა მისი გადატანა რომელიმე სხვა ქვეყანაში? იმიტომ არ მოხდა, რომ ის კონკრეტული მოდელი, რომელიც იქ არის, ვერ გადავა სხვაგან. ის გამომდინარეობს კონკრეტული საზოგადოების კონტექსტიდან. იქ გავრცელებული ჩვევების, სტერეოტიპების, კულტურის შედეგია, ის 1000 ფაქტორის შედეგია. ეს ელემენტები შეიძლება იქნას გადატანა. რა თქმა უნდა, მაგრამ ასე ვთქვათ, ფინური განათლების სისტემა ვიღაცა შეიძლება ეგონოს, რომ მოდი გადმოვიღოთ ფინური განათლების სისტემა. არ გამოვა. ეგრე რა ვიცი, საფრანგეთსაც მოუნდებოდა, მაგრამ არ გამოვა. ჩვენთან ნებისმიერი იქნება ქართული რაღაც ელემენტები. რა თქმა უნდა. ყველა შემთხვევაში შენ რაც არ უნდა გადმოიღო, ჯერ ერთი პირდაპირ ვერ გადმოიღებ, არ გადმოდის პირდაპირ. შენ აუცილებლად უნდა გაუკეთო ადაპტაცია. და ადაპტაციას თუ უკეთებ, ბუნებრივია ამ ადაპტაციას უკეთებ არსებული გარემო ფაქტორების შესაბამისად და ის უკვე ის აღარ არის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ თუ რამე არსებობს ისეთი, რომელიც შეიძლება მე კითხვა გამოვჩა, მაგრამ საინტერესო იყო ჩვენი მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა ამისთვის დროს მოგცემთ. მაგრამ მინდა რომ მაყურებელს შევახსენო, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი ბაკურ სულაკაური, ინტელექტუალი, რომელსაც ბევრი რამე უნახავს ამ ქვეყანაში, მასწავლებელი,
მწვანე სკოლის დამფუძნებელი, თუ სწორად მახსოვს, ადმინდა რამე შემეშალოს. და გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და ადამიანი, რომელმაც მოახერხა ის, რომ საქართველოს ყველა ოჯახში მისი ხელმოწერილი წიგნი დევს რამე ფორმით. მიუხედავად იმისა, წიგნის მკითხველია თუ არ არის მკითხველი, ის ვის სახშიც ეს წიგნი არის ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მეც ბევრჯერ მისარგებლია იმ პროდუქტით, რომელსაც თქვენაც ვიდით ქართულ საზოგადოებას ბევრჯერ კი არა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ფაქტობრივად ყოველდღიურად. დიდი მადლობა. მადლობა. ხავით ჩემს სტუმარს. მადლობა.